მოგესალმებით, მეგობრებო. ცოტა ისეთ სახალწლო რეჟიმი არის. ყველა ალბათ ერთობით, სუფრებზე ხართ, მეგობრებთან ხართ, ზოგი ოჯახთან ხართ, ზოგი ყველგან ერთად ხართ. და მაინც მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ რაღაცაზე იმო ისეთი განწყობა არის, ერთი ვიდეოს ჩაწერა მომინდა თქვენთვის. და ვიდეო უკავშირდება უფრო ფინანსურ თემებს. და ფინანსური თემები რატომ მეგობრებო? იმიტომ რომ ყველაზე მეტად ახალი წელი არის სიმბოლო, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სუფრა გავაკეთოთ, როგორც ემოციურად ერთმანეთთან რაღაც ბედნიერება და მხიარულება მოვიზიდოთ, ასევე ფინანსური კეთილდღეობაც მოვიზიდოთ, ხომ? იქნება ეს დიდი სუფრები, იქნება ეს რაღაც ტკბილეულის რაღაც ისეთ დამასპინძლება ტკბილეულით სხვებისთვის და სიმბოლიკა არის ის, რომ მომავალი წელი მაინც იყოს ჩვენთვის ბევრად უფრო უკეთესი ვიდრე წინა, ხო? და რადგანაც ახლა ახალი წლები ყოველთვის ამასთან არის უფრო დაკავშირებული, რომ ჩვენ მომავალთან გვინდა რაღაცნაირად გარიგება წარმოვოთ ენერგეტიკული, ხო? მაგიური, მოდით ესე ვთქვათ, ხშირად ეს არის რაღაც რიტუალები, თუნდაც სუფრის გაკეთებაც რიტუალთან არის ხშირად დაკავშირებული. ფსიქოლოგიურადაც არის დაკავშირებული იმასთან, რომ როგორც განეწყობი, ისეთ წელს მიიზიდავ. ჩვენ ასტროლოგიური კუთხით ცოტა სხვანაირად ვუყურებთ ამას ყველაფერს. ტენდენციები ზოგადი, რაც გვინდა, ვთქვათ, და რაც რეალობაა ხოლმე ცოტა სხვადასხვა არის. და ზოგჯერ იმაზე უკეთესიც არის ხოლმე ვიდრე გვინდა, ეს რეალობა არის, მაგრამ მე მინდა დღეს გავაკეთო, იცით, როგორი ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ, უფრო ფსიქოლოგიური და ასტროლოგიური ჭრილიდან, რა არის საერთოდ უფრო ხვავი, ბარაქა, კეთილდღეობა, ფინანსური მიზიდულობა და საკმაოდ ისეთი კომპლექსური თემა არის, მეგობრებო, და ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს. ეს არ არის მხოლოდ რომ რიტუალი გავაკეთეთ და მივიზიდებთ ფინანსებს. ეს არის, ცოტა გულუბრყვილობაც, სხვათა შორის ეზოთერული, ცოტა ისე ცაწყისი, ქვედა დონე ეზოთერიკის ძალიან კარგად იყენებს უფრო გულუბრყვილო, ჩვენ გულუბრყვილობას, ჩვენს რაღაც არაინფორმირებულობას და ძალიან ისეთ პრიმიტიულ დონეზე დაყავს ხოლმე რა არის ფინანსური წარმატება. სიამოვნებაში მეგობრებო, ფინანსური წარმატება ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დავინახოთ ჯერ რუკაში ჩანს, სად აქვს ადამიანის პოტენციალი. მართლა თუნდაც მეორე სახლზე როცა ვლაპარაკობ, ხოლმე მაქვს ვიდეოები მეორე სახლზე, გარკვეულწილად მანდ არის ფორმულები, საიდან აქვს ადამიანს შემოსავლის მიღების შანსები და ენერგია და უნარები, ხომ? ანუ ფინანსური წყარო რომელი სფეროდან, რომელ პერიოდში უფრო ექნება გახსნილი. ან რა უშლის ხელს, რომ ეს ენერგია გახსნას, ხომ, ადამიანმა. მეორე მომენტი არის, მეგობრებო, რომ ერთი იცოდეთ, ადრეც მაქვს სხვა ვიდეოებში ნათქვამი, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს ბევრი მოუგვარებელი პრობლემა შინაგანი, იქნება ეს ემოციური რა კუთხით ვამბობ, ტრავმები, ან რაღაცებზე ნერვიულობთ, ან რაღაცები გვაშფოთებს სერიოზული, ვინ არის რო არ ნერვიულობს და არ აშფოთებს, მაგრამ რაც უფრო ეს ქვეცნობიერში ღრმად არის ჩასული, მით უფრო ენერგიის ნაკადს კეტავს. და მე აღარ მოდის ის წარმატება, ის იღბლიანი ადამიანები ჩვენ გარშემო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუნდაც ადამიანი როცა ფსიქოლოგიურად მუშაობს საკუთარ თავზე, უფრო წარმატებისკენ მიდის, უფრო ფინანსური გზაც ეხსნება. მე მაგალითად ჩემ კვლევებში რო ვაკვირდებოდი, ხოლმე რატო შეიძლება ის ყოფილიყო კავშირი ფსიქოლოგიურ მუშაობასთან საკუთარ თავთან. ძალიან დიდი დოზით, თუნდაც რუკაშიც ჩანს ეს, რომ ჩვენ დიდი დოზით გვეშინია ხოლმე განვითარების, წარმატების, გვაქვს უამრავი სხვადასხვა მიზეზი ამის გამო, ზოგი არის კომპლექსები, ზოგთან არის შიშები, ზოგთან არის გაუბედავობა და არ აძლევს ადამიანს საშუალებას აამუშაოს ის რუკის ის კომბინაციები, რომელიც აქვს შანსად რომ გამოიყენოს, ხომ? და ძალიან მნიშვნელოვანი არის კომპლექსურად მიუდგეთ ამ საქმეს, ამ საკითხს. თუ არის ფინანსური კრიზისი, ესე იგი სადღაც არ ვიყენებთ იმ ენერგიას ჩვენსას, რაც გვაქვს სამყაროსეულად მობოძებული, ესე რომ ვთქვათ, ანუ რუკაში რაც გვიწერია, სავარაუდოდ იმას არ გვასრულებთ. სადღაც მიდის ჩვენი ენერგია. ფინანსები მოდის, რამდენად ჩვენ ჩართული ვართ სოციუმში, რამდენად გავცემთ ენერგიას, იქიდან ვიზიდავთ ჩვენ ასევე ენერგიას.
აი ეზოთერული კუთხით არის, რომ დედამიწაზე საკმარისი რესურსებია იმისთვის, რომ ადამიანი ნორმალურად, გამართულად, კარგად ცხოვრობდეს. და ხშირად აი ეს ამ რესურსებთან წვდომის პრობლემა ძალიან დიდი დოზით გვაქვს. ეხლა მნიშვნელოვანი არის, რომ უნდა გავითვალისწინოთ ქვეყანა, საცხოვრობთ, ეხლა ყველა ქვეყანას სხვადასხვა პოტენციალი აქვს, მაგრამ ამ ქვეყანაშიც არიან, რომ აქვთ გახსნილი ფინანსური წყარო, ან აქვთ პირიქით დახურული ფინანსური წყარო. პირველი ის არის, რაღაცას არ ვაკეთებთ სწორად. ეს ერთი ვერსია, რას ნიშნავს მაგალითად, რომ ჩვენ რაღაც ახალ გზებს არ ვეძებთ მაგალითად, ახალ განვითარებას არ ვეძებთ ჩვენ თავშიც, ან არ ვსწავლობთ რაღაცას, რაც უნდა ვისწავლოთ. ზოგს მაგალითად არ აქვს კარგად გამართული რა, იცი, ზოგს ცოდნა აქვს, მაგრამ ამის გამოხატვა არ შეუძლია, ხოლმე პიროვნული სხვა ბლოკები აქვს, რომელთაც ვერ ავლენს საკუთარ პოტენციალს. ზოგი ავლენს იმას, რაც არა აქვს მაგალითად დიდი დოზით, მაგრამ საჭირო არის უფრო რესურსები, ანუ შიდა ინფორმაციული ათვისება, ვიდრე თქვათ მხოლოდ ესეთ თვითგამოხატვაზე მუშაობა, ხო? ანუ ზოგს ცოდნა არ ყოფნის. მაგრამ თვითგამოხატვა კარგი, ზოგს ცოდნა ყოფნის, მაგრამ თვითგამოხატვა არ აქვს კარგი. არის შემდეგი მომენტი, მეგობრებო, როდესაც არის შინაგანი შიშები, ძალიან ბევრი, ხო? შიშები მაგალითად იყოს რწმენა წარმოდგენებთან კავშირში, ოჯახიდან, რომ ოჯახს უჭირდა და მე მაქვს უკვე განცდა, რომ რაღაც კუთხით არ მიმსახურებ ფინანსებს, ხო? აი, ბევრი ესეთი მოდელი არის, რომელიც უნდა უბრალოდ ჩაუღმავდეთ. უნდა დაინახოთ თქვენ თავში რა ხდება. აი დაფიქრდეთ უბრალოდ, აი კითხვების სწორი დასვათ მაგალითად, რომ რა არის ჩემთვის კეთილდღეობა? რა არის ჩემთვის სიმშვიდე, სტაბილურობა? და აი რომ მქონდეს ეს ყველაფერი, რამდენად მე ვხედავ ამ როლში ჩემ თავს, ხომ? ეს უკვე წარმოსახვითი თერაპიები თუ გვინდა ჩავთოთ ხოლმე, უბრალოდ წარმოიდგინეთ თქვენ იმ რესურსში, იმ ფინანსურ ნაკადში თქვენი თავი და რამდენად გრძნობთ კომფორტულად იმ ნაკადში თავს, ხომ? იქნება ეს აი რაღაც დაახსახელეთ რამდენიმე აი რაღაც პერიოდი თქვით, რომ აი ეს პერიოდი მე ეს შემოსავალი მინდა მქონდეს. და აი წარმოიდგინეთ რამდენად ხართ ამ შემოსავალში, ამ რესურსებში, ხომ? და რამდენად კომფორტულად ხართ. თუ თქვენ იგრძნობთ, რომ მე კარგად გრძნობ აქ თავს, ოღონდ ფსიქოლოგიურად შინაგანად უნდა იგრძნობთ, ეს ტვინით არ არის აქ, ხო? სიამბილეში ფსიქოლოგია არის ის ჩვენ თავში, რომ ჩვენი შინაგანი რასაც ფიქრობს, მეგობრებო, ის არის მისთვის ნამდვილი. და გარეთ რაც ხდება, ის ქვეცნობიერს საერთოდ არ აინტერესებს. მაგალითად, როცა მაქვს ჰიპნოთერაპიებზე საუბარი, იქ ვინ რა ნახა, წინაცხოვრებები რა ნახა, არ აქვს მნიშვნელობა ის მართლა იყო თუ არა. ქვეცნობიერისთვის ის ნამდვილი არის, ის მართლა არსებობს. ამიტომ ის რისიც ჯერა ჩვენ ქვეცნობიერს, ხომ, იმით ცხოვრობს რეალობაში მერე. და ძალიან მნიშვნელოვანი არის აი კონტაქტის დამყარება ამ ქვეცნობიერში, როგორ ხედავთ ჩვენს პოტენციალს. ის კი არა რომ ვიღაცისგან მივიღოთ იქის, ამაზე არა, აი თქვენ როგორ ხართ რესურსებთან, ფინანსურ რესურსებთან. თქვენ რამდენად შეგიძლიათ გასცეთ ენერგია. თქვენ რამდენად შეგიძლიათ ის თავდაჯერებლობა გქონდეთ, რაც იმ ფინანსებთან არის დაკავშირებული. აქ უამრავი რაღაც შეიძლება თამაშობდეს, იქნება ეს ოჯახური სცენარები, იქნება ეს სოციალური სცენარები, იქნება უბრალოდ საკუთარი თავის პრობლემა, რომ მე თუ არ მიყვარს ჩემი თავი სიტყვაზე, ან არ მჯერა ჩემი თავის, ან მეუღებლობა მაქვს, ან კრიტიკა მაქვს დიდი დოზით, ხომ? აქ მიდის ბლოკები შინაგანი. და შემდგომ ეს აისახება უკვე ფინანსურ ნაკადზეც, ეს აისახება საკუთარი შესაძლებლობის რეალიზების შეზღუდვაზე. მაგალითად, ხო? რა არის ფინანსები? ეს არის რამდენად ადამიანი რეალიზებას ახდენს საკუთარი შესაძლებლობების, რამდენად კონტაქტზე გადის სოციუმთან გარეთ, ურთიერთობებში რამდენად გადის, ხო? იმიტომ რომ მე რაღაცას უნდა ვსთავაზობდე საზოგადოებას და ის საზოგადოებიდან რაღაც ნაწილიდან მომდის მე უკავშირი, ხო? ფინანსური სახით თუნდაც, ხო? აი რამდენად ჩვენ თვლით, რომ საჭირონი ვართ ხალხისთვის, რამდენად ჩვენ გვაქვს ის რესურსები, რაც ხალხისთვის არის საჭირო, აი იქიდან არის ჩვენი ფინანსური ნაკადიც.
იქიდან გვაქვს იმდენი შემოსავალიც. შეიძლება ამ დროს ძალიან ბევრს გასცემდეს ადამიანი, მაგრამ იღებდეს ცოტას, ხომ? აი აქაც დასაფიქრებელი არის, რატომ გასცემს ადამიანი ბევრს, რატომ შეიძლება მუშაობდეს ძალიან დიდი დატვირთვით, ძალიან დაბალ ხელფასზე ადამიანი, ხო? აქაც მივდივართ ხოლმე საკუთარ თავში დაურწმუნებლობასთან სიტყვაზე, ხო? ერთ-ერთი მანიშნებელი, შეიძლება ინდივიდუალურად უკვე ძალიან ბევრი სხვა რამ შემოდიოდეს, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ აი ხა მე როგორც ასტროლოგი გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ჩანს რუკაში, რა საიდან შეიძლება ნაკადი მოსდიოდეს ფინანსური ადამიანს, სად შეიძლება რეალიზება კონდეს, რაც ახლა რუკაში კომბინაცია არ უჩანს ადამიანს იმ ზონაში თუ არის, რა თქმა უნდა, ის ფინანსები არ ექნება, ხომ? ესეც ჩანს. ეს უკვე პროფესიული კუთხით რო გითხრათ, მე რასაც ხედავ ხოლმე. და საქმე იმაში არის თან მეგობრებო, რომ არის ასევე მნიშვნელოვანი, თქვათ, რუკაში არის ბევრი სირთულე და ადამიანის ნაკადი მიდის, თქვათ, არასწორად. ან გადაჭარბებული თვითშეფასება, მაგალითად, რომ მგონიათ, რომ აქ ძალიან კარგად მოხდენ რეალიზებას, ამ დროს მისია და კარმული ასპექტები საერთოდ სხვაგან აქვს, ანუ ცოტა დაბნეულები როცა ვართ, ხა ყველას გვაქვს ეს პერიოდი ახალგაზრდობაში განსაკუთრებით. ზოგს აქვს მაგალითად, რომ აი ჯიუტად მიდიან კარიერის გზით, სამსახური, საჯარო სამსახური ან დაწესებულება და ამ დროს კარგი კომბინაცია აქვს ემიგრაციაში, ან ფრილანსერად მაგალითად, ან კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, ხომ? აი ესე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რუკაში ეს ჩანს ხოლმე და იცით, ესეც ვერ ვიტყვით ადამიანს, რომ შენი ადგილი მანდ არ არის, წამოდი აქეთ და უიღი და მოდის და მიდის იმ მიმართულებით, ხო? ესეც არ მუშაობს. აქ უნდა გაიაზროს ადამიანმა, რომ აი ეს კომბინაცია შემთხვევით არ არის, რაც მას აქვს, ხო? რა შესაძლებლობებიც აქვს. აი ის წარმოდგენა ფინანსურ ეგრეგორზე, როცა მეორე სახს ვამბობთ ხოლმე ასტროლოგიაში, რაც აჩვენებს, საიდან აქვს საკუთარი პირადი შემოსავლის შანსი ადამიანს, ეს მისი რწმენა წარმოდგენა არის, მეგობრებო. ბავშვობიდან ის ფინანსურ ნაკადს ესე ხედავს, ის კეთილდღეობას ამ ფორმით ხედავს, ხო? აი, როდესაც ვამბობთ, მაგალითად, მეორე სახლში არის რაღაც ისეთი მძიმე პლანეტა, ხო? აი, მისთვის, ასეთი ადამიანისთვის შეიძლება შეხედულება იყოს ხა პლანეტას გაჩნია, როგორ არის, მაგრამ აი, მისი შეხედულება ფინანსებთან უკვე ესეთი იყო თავიდანვე და სხვა სცენარს უბრალოდ ვერ განავითარებს. ეხლა თუ აქვს ოპტიმიზმი ადამიანს ფინანსებში, რომ რა მოხდა, ისევ იქნება, ხო? ეხლა ის პესიმიზმს ვერ შეიტანს, როგორც პესიმიზმი სატურნი რო იყოს მეორე სახლში, ის ვერ შეიტანს იმ პესიმიზმს, რომ მე დაბადებიდანვე შემიძლია ძალიან დიდი თანხები მივიღო, როცა მომდება მაშინ მექნება. ეს სატურნის პრინციპი უბრალოდ არ არის. და ეს არის ადამიანის უკვე რწმენა წარმოდგენა. და ამ შემთხვევაში ხშირად ვამბობთ ხოლმე, უკვე მეორე სახლის ჩვენი რესურსები არის, ჩვენი ნიჭი და ჩვენი უნარები, რომელიც გვაძლევს მე შემოსავალს, ხომ? და აი ამ ნიჭთან და უნარებთან აი სატურნის შემთხვევაში მაგალითად აგვიანებს პოტენციალის გამოვლენას, ადამიანს უჭირს დაინახოს რა შესაძლებლობები აქვს, მას დრო სჭირდება, რომ დარწმუნდეს, რომ ეს ნამდვილად კარგად იცის და აქ შეუძლია რეალიზება მოახდინოს, ხო? ასევე ფინანსებთან დაკავშირებითაც დამოკიდებულება. აი ჩემთან მაგალითად როცა უფრო ფსიქოლოგიურად მუშაობ პირად რუკასთან ადამიანთან, ხო? აი რუკაში ჩანს ტენდენცია ყველაფერი და მე აქედან გამომდინარე შეგვიძლია უკვე წარმოსახვით თერაპია დავგეგმოთ მაგალითად როგორ შეიძლება ამ ეგრეგორთან შიგნით საკუთარ თავში იპოვოს ეს რესურსები და დაალაგოს მასთან ემოციური კონტაქტი და დაალაგოს ურთიერთობები საკუთარ კეთილდღეობასთან, იქნება ეს თუ ფინანსებთან და ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ამითი უნდა მივიზიდოთ ფული. არა, ეს არის ადამიანის რესურსების რეალიზება. ეს ფული არის მეორადი, კეთილდღეობა არის მეორადი. მთავარი არის შიდა სიამოვნება, როდესაც ადამიანი ახდენს თავისი რესურსების რეალიზებას, საკუთარი უნარების გამოვლენას. ანუ ჩემი ინტერესიც ასტროლოგიაში არის ეს უფრო განვითარებაზე ორიენტირება, მეგობრებო და არა რომ გამოვიყენოთ ასტროლოგია როგორც მაგია, როგორც თქვათ, იქ ვიღაცა რომ მიდის მკითხავთან, იქ რაღაც გამიკეთე, შემილოცე და მე კარგად ვიქნები. ანუ ეს ძველი მენტალობა გარეთ რო უყურებენ ადამიანები, ხო სხვებს რო უყურებენ, აი სხვა დამეხმარება, აი სხვა მიშველის. მე ამ ფილოსოფიას არ მიყვები, იმიტომ რომ ჩემი აზრით და ჩემი რწმენით და გამოცდილებით ეს არ არის ქრისტიანული მიდგომა. ქრისტიანული მიდგომა არის, რომ შენში დეს ყველა რესურსი და მხოლოდ შენ შეგიძლია შენ თავს დაეხმარო და სხვებმა შეიძლება უბრალოდ გვირჩიონ.
მაგრამ თავარი გასაკეთებელი ჩვენში არის, ანუ პასუხისგებლობა რო ასაღები არის ჩვენ თავზე. მე უფრო აი ამ მენტალობას ვემხრობი, შესაბამისად მიწიერი კეთილდღეობა რო აქ ჩვენ ბედნიერები ვიყოთ, კი უნდა ვიყოთ აუცილებლად ბედნიერები, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ ყველაფრის ფასად და მხოლოდ ეს იყოს ჩვენი მიზანი და იყოს ხოლმე ადამიანი უკვე მატერიალისტი ხდება, ხო? ჩემი განხრა ეს არ არის. ამიტომ ჩემი ინტერესი, როცა ჩვენ ფინანსურ კეთილდღეობასთან ურთიერთობთ, თუნდაც ასტროკონსულტაციაზე, ვინც ჩემთან მოდის, ახლა ვინც მეორედ, მესამედ მოდის, იქ უკვე ცალკეული ნაწილების დამუშავება შეგვიძლია. ზოგს აქ შვილოსნობასთან დაკავშირებით პრობლემები, ოღონდ ჯერ თუ მთლიანობაში არ გაარკვია რუკა, არ დაიწყო თავის თავზე მუშაობა, ესე ნაწერ-ნაწერ უკვე აღარ გამოდის ხოლმე, მაგრამ იქ ფორმულები არის, აი როგორ შეიძლება ადამიანმა მოაგვაროს ეს შვილოსნობის პრობლემა, ან ქორწინების პრობლემა, ფორმულები არის მანდ და ამ ფორმულებს ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ უკვე შინაგანად. ძალიან ბევრი ტრამა უნდა გავიაროთ, რომ მივხვდეთ, რომ თურმე იქ სამყარო კი არ გვიკეტავს, რომ აი ჩვენ ვერ ვჯახდებით, იმიტომ რომ სამყაროს ესე უნდა, ესე უნდა, ესე უნდა, ესე არ არის. ეს არის ჩვენი შინაგანი ქვეცნობიერი მოდელები და ხედვები. ასტროლოგიას აქ ერთ საინტერესო დატვირთვა. აი როცა კარმულ ასტროლოგიას გულისხმობთ, რომ აი წინა ცხოვრებებში ვინ ვიყავი, ესე არ ჩანს ასტროლოგიაში, იმიტომ რომ აი ასტროლოგია არის მეგობრებო მთელი ადამიანის სულის განვითარების რუკა. მეც მაგალითად ჰიპნოთერაპიაზე რო ვიყავი ან ნებისმიერი სხვა ჩემი ახლობლები, ყველამ ნახა აი ამ რუკაში რო ეწერა აბსოლუტურად აი მთელი განვითარება სულის, ხო? საიდან მოვიდა სული და მომავალშიც რა კუთხე. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ გავიგოთ რა ხდება ამ რუკაში. ეს სათითაოდ კომბინაციებსაც გავდივართ ხოლმე, ზოგჯერ მართლა არ არის საკმარისი ერთი მოსვლა, ორი მოსვლა სიტყვაზე და აი ჩემი ინტერესია თუნდაც ახლა ცოტა გადავუხო სხვა თემას, მაგრამ აი რატო გავაკეთე ეს ასტროფსიქოლოგიის ტრენინგ კურსი და უკვე შემდგომი ეტაპებიც დაიწყო უკვე, თქვა შემდეგი ეტაპებიც დაიგეგმა. და ჩემთვის მნიშვნელოვანი არის რომ ესე ყოველ წელს კი არ უნდა ვირბინოთ ასტროლოგთან სიტყვაზე, ხომ? ანუ ყოველ ადამიანს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა რომ შეისწავლოს ასტროლოგია, საკუთარი რუკა შეისწავლოს კარგად, ხომ? და აი გაცილებით ესე დამოუკიდებლად გაცილებით მეტი დეტალის ნახვა შეგვიძლია, მეტად აი რო უბრუნდებით რუკას, კიდევ ნახულობთ თან ახლობლების რუკებს ნახულობთ, იქაც ხედავთ პოტენციალს და ყველაზე ესეთი კარგი ფორმატი არის სამუშაოდ საკუთარ თავზე. ამიტომ თქვათ ამ კუთხითაც გავხსენი ახალი მიმართულება ასტრო ტრენინგ კურსით მეშვეობით და იქაც რო ვასწავლეთი ახლა ხო ხალხს ძალიან კარგად ხვდებოდნენ სხვადასხვა რასაც აი რუკაში რაც ჩანს და შემდგომ მე ფსიქოლოგიურად რომ მუშაობდით ამ ასპექტზე რომ აი საიდან მოდის ეს ტრავმა ვახსენებდი თქვათ მონაწილეებს და ხვდებოდნენ აი ყველაზე მთავარი გაცნობიერება ხდებოდა ამ ასპექტების ხომ იქ ფინანსური ეგრეგორი, იქ ოჯახური ეგრეგორი, კარიერული წინსვლა თქვათ ზოგთან რატო არ გამოდის ან ზოგ საერთოდ რა აწუხებს შინაგანად და აი ფსიქოლოგიად რო ჩაღმავებულ ვართ და სწორი კითხვების დასმით სიტყვაზე იქ რაც რუკაში ჩანს ახლა ყველაზე კარგი არის რომ მე მაქვს პირდაპირ ინსტრუმენტი ხო ვუყურებ ადამიანს უკვე რა შესაძლებლობები აქვს რა ტრავმები შეიძლება ქონოდა რა პრობლემები შეიძლება ქონოდა რა პოზიტივი აქვს რუკაში და აქედან გამომდინარე თვითონ უკვე მუშაობენ ხო აი სისტემა იციან უკვე და თვითონ აქვთ უკვე შესაძლებლობა იმუშაონ ამ სისტემით უკვე საკუთარ თავზე ვისაც თქვა ესეთი სიღრმე უნდა მათთვის ალკე მაქვს ვიდეოები YouTube-ზე თვითონ გაკვეთილების ჩანაწერები და ნამონარიდიც თქვა რა ფორმატით მუშაობ, როგორ მუშაობ, რა არის საერთოდ ასტროფსიქოლოგია, ეს ხომ საერთოდ ბევრი ვიდეო არის ამაზე, ვისაც გაინტერესებთ, მაგრამ აი ხა თვითონ ისევ ფსიქოლოგიურად რომ დაუბრუნდეთ ფინანსების თემას, ესე იგი პირველ რიგში ხდება გაცნობიერება სად ვარ ახლა რა დამოკიდებულება მაქვს მე მატერიალური სამყაროს მიმართ და კეთილდღეობის თუ სტაბილურობის მიმართ და ვისწავლოთ ნენელა რომ გვეცოდინება უკვე სად ვართ როგორ ვართ ხომ და სხვათა შორის ტრენინგ კურსიც მექნება ახლა მალე რამოდენიმე დღიანი კურსები მაქვს 2 დღიანი 3 დღიანი ესეც ცალკე თემების მიხედვით მანდაც ივენთები იდება ხოლმე ჩემს ჯგუფშიც ჩემს გვერდზე Facebook გვერდზე მაქვს აქ YouTube-ზე მონაცემები ამ ჯგუფების
და აი აქ ხდება უკვე სიღრმისეული ფსიქოლოგიური ჩაღრმავება. ანუ აქ რიტუალები, რაღაცების ასხმა, რაღაც მინერალები, ესეთი რაღაცები მეგობრებო თქვენ თვითონაც დასწრულად არ წმუნდებით, რომ აიწამეთ არ მუშაობს. იმიტომ რომ რეალურად მუშაობს ჩვენში არსებული მოდელები. კი, რუკა ამას ძალიან კარგად ხედავს. მაგრამ მხოლოდ დანახვა მერე აღარ არის საკმარისი. დავინახავთ, გავაცნობიერებთ, მერე ვიწყებთ ამაზე მუშაობას. მერე ვიწყებთ ამ ძველ მოდელებზე მუშაობას, რომ ეს შეიცვალოს ახალი მოდელებით. ხო, ან ფაქტობრივად ფსიქოლოგიური სამუშაო არის ხოლმე აგასავლელი. ოღონდ მე ყველა ტექნიკას ერთად ვიყენებ პირადად ჩემთვისაც მეგობრებო, ეს იქნება ასტროლოგია, ეს იქნება წარმოსახვითი თერაპიები, ეს იქნება NLP, ეს იქნება ჩვეულებრივი თერაპიები. და ეს ყველაფერი ეხმარება პიროვნულ განვითარებას. ამიტომ ჩემი აქცენტი უფრო აქეთ არის და ვისაც თქვათ უფრო ის ხედვა ისმის, აინტერესებს და სჯერა, უფრო მოდი ახლა მე ჩემთან მაგალითად მე არ ვთავაზობ ადამიანს ჯადოსნურ ჯოხს, მე ვთავაზობ ადამიანს საკუთარი თავი გახადოს ეს ჯადოსნური ჯოხი და მიზიდოს ის რომ აი ხანდახან არის რომ არ გვეკუთვნის ეს ფინანსების სიტყვაზე, ისე ჩვენი ბლოკების გამო და იმაზე კი არ არის აქცენტი რომ დავანებოთ ფინანსებს თავი ან მატერიალურ შემოსავლებს. ვიმუშაოთ იმაზე რატომ დაიბლოკა ეს ენერგია. რა ხდება ჩვენში, ხომ? რა პრობლემები გვაქვს? იქნებ სულიერი განვითარება არის საჭირო უკვე და არა მატერიალური, ხომ? და როგორც კი დაიწყებს ადამიანი სულიერ განვითარებისკენ სწრაფას მატერიალურის რაღაც ზონაზე ბალანსდება ხოლმე. ზოგი პირიქით ზედმეტად არის სულიერებაში გადავარდნილი და საერთო კონტაქტი არ აქვს მატერიასთან და მატერიალურ ენერგიასთან და ნუ თან მერე ხდება რომ ესეც გარკვეულწილად აწუხებს მას, ხომ? ამიტომ დღევანდელი უფრო ცივილიზებული ადამიანი, თანამედროვე ადამიანი არის როცა ყველაფერს ერთად ვაერთიანებთ, სულიერებას და მატერიალურობას. ეს უკვე გადაკაჩვა აღარ უნდა ხდებოდეს ხან მატერიალიზმში, ან სულიერებაში, ეს ორივე უკვე პრობლემა არის, როცა დიდი დოზით მხოლოდ ერთხარეს ხართ გადაკაჩულები, ორივე ერთად უნდა მოდიოდეს, ორივე ენერგიას ერთად უნდა ვანვითარებდეთ ჩვენში. გვაკლია სულიერება და მატერიალიზმზე ვართ ზედმეტად და მატერიალიზმი ზოგჯერ გონიათ ხოლმე რომ აი ფული უყვარს იმას და მატერიალიზმი არის. ჩემთვის პირადად მეგობრებო, მატერიალიზმი არის რაღაცაზე რომ ძალიან განვიცდით. მაგალითად, აი ძალიან ნერვიულობთ. ესე იგი ჩვენ მატერიალურ დროებით წარმავალ თემაზე ვართ მიჯაჭვული და მატერიალიზმი მხოლოდ ფული არ არის. ეს ფული, ეს არის უკვე ძალიან დაბალი დონე მატერიის. ცუდი გაგებითაც ვამბობ ხა აქ შემთხვევაში ფულს გულისხმობ მისი აი ყველა ისეთი ფულის გამო ყველაფერს გააკეთებს ადამიანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სიტყვაზე ეს ყველაზე დაბალი საფეხური არის მატერიალიზმის უფრო მაღალი საფეხური როცა მე მაგალითად აი ძალიან სერიოზულად ვეჭიდები თქვათ წარმავალს ესეც მატერიალიზმი არის, იმიტომ რომ მატერიალიზმი გულისხმობს ასევე ინკარნაციულ ენერგიას, ანუ ცხოვრების მაია, როგორც ამბობენ ინდოეთში, ანუ ილუზია, ინკარნაციული, როცა ჩვენ ძალიან ვეჯაჭვებით ამ ილუზიას. ყველას გვაქვს ეს, რა თქმა უნდა, ოღონდ სხვადასხვა სიხშირეზე, სხვადასხვა დონეზე. სულიერებას მიჯაჭვული ადამიანი საბოლოო ჯამში მატერიალისტი გამოდის, იმიტომ რომ ის იმ ილუზიას ეჯაჭვება, რომელიც წარმავალი არის. და წარმავალი რაც არის, იქ დიდი სულიერება, ანუ ღმერთი, მაინც იქ ისე დიდი დოზით არ არის, რასაც ვამბობთ ხოლმე, ხო? ამიტომ ცოტა ისეთი დავიწყეთ, თქვათ, კეთილდღეობაზე და ავედით უკვე აქ, ხო? და აი, ჩემთვის მაგალითად, აი ეს მატერიალური თემა, თქვათ, ან მინდა რომ მე ვიზიდო მომავალ წელს სიტყვაზე, ხომ, რაღაც ფინანსური სტაბილურობა და მაქვს ეს მიზანი, რომ გავაუმჯობესო ჩემი ფინანსური მდგომარეობა, ესე იგი, მე უნდა ვიმუშაო საკუთარ რესურსებზე, საკუთარ თავზე, ძალიან სერიოზულად, იქ უნდა გავაცნობიერო, სად ვარ ახლა მე, სად შეიძლება მე რა თანხასთან შევდივარ კონტაქტზე, რომ აი მე კარგად გრძნობ თავს, აი ამ რესურსში, თუ ოდნავ არის შინაგანი, ანუ ხერხულობა, ან შეუსაბამობა, რომ მე ამ თანხასთან ცოტა ისე ვარ, არ გამოვა, არა ამდენი საიდან, მორჩა ესე იგი, ჩემ ხვეცნობიერში ეს რეალობა არის, რომ მე ვერ შევწყვდები იმას, ხო? იმ თანხის ოდენობას, სიტყვაზე, ან იმ სიმშვიდეს და კეთილდღებას რა არის თანხა, ეს არის სიმშვიდე, ხო, გარკვეულწილად. სტაბილურობის განცდა, როცა არავის აღარ არის ადამიანი დამოკიდებული, თავისუფლად
თავისუფალია ზემოქმედებებისგან, აი ძალიან ბევრნაირად შეგვიძლია აქ ფინანსურ სტაბილურობაზე ჩვენი мотиваციები დავინახოთ. რა мотиваცია გვაქვს მათ? ხო, ვიღაცას თავისუფლება უნდა, ვიღაცას სიმშვიდე უნდა, ვიღაცას სტაბილურობა როგორ იცით, აი კეთილდღეობასთან, ანუ აქ ბედნიერად გრძნობ თავს, აქ კარგად გრძნობ თავს. ოქს აქვს მაგალითად, რომ უბრალოდ რაღაცავის მიზნები უნდა, რომელიც თანხით მოგვარდება, ხო? და ყველა ვარიანტში ეს მიდის მაინც პიროვნულ განვითარებასთან. და აი ცოტა მინდა რომ ამ ვიდეოთი ამ კუთხით დაფიქრდეთ, რომ კარგია კი ბარაქა, ხვავი მაგიდაზე, უამრავი საჭმელი, უამრავი საჩუქრები სხვებისთვის, ეს უფრო შობის რიტუალი არის, რომ რაღაც სიხარულს უზიარებთ ერთმანეთს, რაღაც გაცემას ვახდენთ, ხო ჩვენი ენერგიის, ვთქვათ. რაც სხვადასხვა ცოტა პრობლემა არის ჩვენ ქვეყანაში, მაინც გაცემა არ უყვართ, თუნდაც ღიმილის გაცემაც არ უყვართ ხოლმე, აი რა არის ხო, უბრალოდ ღიმილი, ეს არის კეთილგანწყობა ადამიანების მიმართ, ეს არის სიყვარული ადამიანების მიმართ და აი ესეც პრობლემა არის ხოლმე ზოგჯერ, ცოტა ისე რომ უყვარენ ხოლმე ერთმანეთს, ეს ნდობასთანაც არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა. მაგრამ მეორე კუთხით, ხომ, აი დავიწყოთ პირველ რიგში უბრალოდ აქედან. დაუთმოთ ადამიანებს გზაზე, თქვათ, მანქანით მივდივართ და გზა დაუთმოთ, იქნება ეს საფეხმავლო, იქნება ეს, თქვათ, მოტო, მოპედი, ხო? აი, ესეც ენერგიის გაცემა არის, მეგობრებო. მე სულ რაღაცნაირად ვცდილობ ხოლმე, რომ აი, რომ დავდივარ, რაღაც პატივისცემა გამოვხატო სოციუმის და გარემოს მიმართ, სულ ვცდილობ, რომ რაღაც გავაკეთო ისეთი ჟესტი, რაც რაღაც პატივისცემის დემონსტრირება იქნება ადამიანებთან, რო აი გატარებ, აი გაგიშვებ სიტყვაზე, ხომ? ანუ ეს არის ენერგიის გაცემა, როცა ჩვენ ერთმანეთისთვის რაღაც ელემენტარული არის, ეს არის სრულად ელემენტარული. აი ამის გაკეთება შეგვიძლია. აქედან იწყება მთელი სულიერი ზრდა, აქედან მივდივართ უკვე მატერიასთან და ხა თუ ესეთი ელემენტარულები არა გვაქვს ჩვენ თავში დალაგებული, რომ ჩვენ სოციუმთან, ჩვენ ადამიანებთან დაბლოკილები ვართ, ხო? და არ გვინდა ენერგიის გაცემა, თუნდაც გზის დათმობა, თუნდაც რიგის დათმობა, ან რიგში რაღაც დონეზე სხვების საზღვრების დაცვა, ან ადამიანებთან საზღვრების დაცვა, ხო რას ნიშნავს საზღვრების დაცვა, როცა აი მაგალითად უხეშად შევდივართ ადამიანის პირად ცხოვრებაში, ხო და იქ რაღაც გუგონია რომ უნდა დირექტივები მივცეთ, უნდა ვასწავლოთ მას ცხოვრება, აი მანდაც ენერგიის გაცემა ხდება არასწორად, მეგობრებო, ან აგრესიის გაშვება ხდება არასწორად და ეს აგრესიაც არის რაღაცის მიზეზი. ანუ თუ არის ადამიანი, რომელიც ხშირად ძალიან დიდი დოზით შედის, ну ეს კულტურასთანაც არის დაკავშირებული, ანუ შიდა საზღვრების დაცვა ეს მაღალი კულტურის მანიშნებელია, მაგრამ ამ კულტურის მიღმა არის ხოლმე ბევრი ფსიქოლოგიური ტრავმები და პრობლემები და მან პირდაპირ ჩანს ხოლმე ვის რა პრობლემა აქვს, ხო, ადამიანს და რას ლაპარაკობს ეს, ხო? ეს არის ქვეცნობიერი, რომელიც ამ ენაზე გადმოხატავს, რომ მე რაღაცა მიჭირს, მე რაღაც მაწუხებს. ну აი ყველას გაგება შეიძლება, საკუთარი თავის გაგებაც შეიძლება, ზოგჯერ ჩვენც ვართ ესეთი აგრესიულები ხანდახან და მანდაც შეგვიძლია ჩვენ გავუგოთ რომ მე ამის გამო მაქვს ეს პრობლემა, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ეს სისტემაში ჩავუშვათ და ესეთი ფორმა შევქმნათ ურთიერთობის, ხო? ესეც ენერგიის გაცემასთან არის, მეგობრებო, კავშირში. და აი აქ მთლიანად ძალიან ბევრი გვაქვს ხოლმე სამუშაო, საფიქრალი უბრალოდ, ხო, ჯერ ვიწყებთ გაანალიზებას. სად ვართ, რამდენად ვავლენთ ჩვენ რესურსებს, რამდენად გავცემთ ენერგიას სოციუმისთვის, რამდენად, იცით, ჩვენ თუ გაგვდის ის რომ აი რო არიან წამგლეჯავი ფსიქოტიპის ადამიანები, ხო, ოღონდ მე ვიყო კარგად და ყველა წყალს აუღია, კი, შეიძლება დღეს მან მოიგოს. მაგრამ ხვალ აუცილებლად წააგებს, ხვალ სადღაც ენერგია აღარ ეყოფა. ხო, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ მხოლოდ მიღებაზე ვართ ორიენტირებულები და გაცემა არ გვინდა, იქ სადღაც გავიჭედებით. ან ჯანმრთელობის კუთხით გვექნება პრობლემები, ან გზავნილების კუთხით შვილებთან გვექნება პრობლემები, ხო? ну აი ეს არის ქვეცნობიერად, როდესაც გვეუბნება სამყაროც რა არის სწორი, რა არ არის სწორი, ხო? იმიტომ რომ რაც არ არის სწორი იდეაში, იმას თავისი შედეგები აქვს, თავისი აუცილებელი გავლენა აქვს მერე ჩვენზე და ნუ ჩვენი არჩევანი არის უბრალოდ ჭკვიანი ადამიანი ჩემი აზრით არის გრძელვადიან პერსპექტივაზე მომყურალი ადამიანი, ხო, როდესაც შორს იყურება ადამიანი, როდესაც დღევანდელი შედეგით, აი დღევანდელი ქათმით კი არ ცხოვრობს სიტყვაზე, ხო?
უფრო არის ორიენტირებული მომავალზე და საქართველოში ჩვენ ცოტა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ცოტა დაბალ განვითარებადი ქვეყანა მატერიალურად სიტყვაზე არის ამ პრობლემაში, რომ ქვეყანას რატო ვერ აწყობენ? იმიტომ რომ დღევანდელზე აქვს ყველაფერი გათვლა და მომავალში არ იყურებიან და კარგი სისტემა რო შექმნა, ბევრი დეტალია საჭირო, დიდი ენერგია არის საჭირო, შორი ხედვა არის საჭირო და მაინც ადამიანების დიდ ნაწილს ამის ან ჭკუა არ აქვთ, ან ინტერესი არ აქვთ, ან მოთმინება არ აქვთ, ამ დროს გრძელვადიან პერსპექტივაში რაც არ არის გათვლილი, ის აუცილებლად კრახამდე მივა და მე ვეღარ მოაბრუნებენ ხოლმე აი ამ სიტუაციას, ხო? ეხლა ცოტა კიდევ სხვა თემაზე გადავედი, მაგრამ რეალურად ეს ძალიან არის კავშირში ერთმანეთთან. მეგობრებო, აი თუნდაც ეს ფინანსური ნაწილი შემიძლია მე რაღაც რიტუალი გავაკეთო, ნაძვის ხეზე ჩამოვკიდო რაღაც ფინანსური წყაროს მომნიჭებელი რაღაცა, მაგრამ დღეს კი შეიძლება მომიტანოს სიტყვაზე ფინანსები, რაც ჩემი აზრით მაინც ისე არ მუშაობს და ეს უფრო ფეიკი არის. მაგრამ თუ იმუშავებს ეს ერთჯერადად. და ჩემი მიზანი არის რომ ადამიანი იყოს უკვე მთლიანად, აი მთლიანობაში საკუთარ თავთან ჰარმონიაში მოსული, რომელიც უკვე აზროვნებს, რომელიც უკვე პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, იცის სად უნდა წავიდეს და ნელა ნაბიჯ აწყობს თავის მომავალს, ხო? რომელიც კარმული ასტროლოგიით ეს მომავალ ცხოვრებაშიც გადაგვდის, ანუ ის, რასაც მე ვუყურებ ხოლმე რუკა, რომელიც აჩვენებს ჩემს წინა ცხოვრებებს სიტყვაზე, ან ჩემ გენეტიკურ ხაზს, ხო? ამ მომენტშიც ასევე არის ის მომენტი, როდესაც შემიძლია მომავალი შევქმნა, მომავლის ენერგია, ხო? ანუ მომავალ ინკარნაციების ბედი, მოდით ახლა დიდი დოზით რო ვთქვათ, ეხლაც წყდება ხოლმე და აი ამ გრძელვადიან პერსპექტივაში, აი ამ გრძელვადიან ხედვაში უფრო მუშაობს ის სისტემა მე რასაც ხედავ, ხო? და მე რასაც გიზიარებთ თქვენ და რამდენი წელი ამ სფეროში ვარ და ვისაც ვთქვათ გაუზიარე ეს სისტემა სიტყვაზე, მათაც ნაქვთ უკვე შედეგები, ისინი სხვანაირად უყურებენ და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს მუშაობს, ეს მარტო ჩემი სისტემა არ არის, ზოგადად უფრო თანამედროვეობის ხედვა არის ასტროფსიქოლოგიის, თანამედროვე ასტროლოგიის, თუნდაც ახლა ეს ფსიქოლოგიური მუშაობა ასტროლოგიის გამოყენებით ეს აბსოლუტურად ახალი არის, ეს ახალი მიმდინარეობა, თანამედროვე ასტროლოგიის ბონუსი არის ეს და ადრე ნამდვილად არ იყო. აი ძველი მენტალობის ხალხი ან ძველ ასტროლოგიაში ვინც იყო, მაინც ეს განხრა არ ესმით ხოლმე. ეს თანამედროვე ასტროლოგიის მონაპოვარი არის მაინც ასე თუ ისე. და მოკლედ აი გაითვალისწინეთ, იმედი არის რომ ხა რაღაც ისეთი კარგი რჩევები იყო ჩემგან, იმედი არის სასარგებლო იყო თქვენთვის ეს ვიდეო. ახლა ვინც ჩემთან სკოლაში არის, ან პირად შეხვედრებში არიან, იციან როგორ მუშაობ, რა მეთოდით, მაგრამ ვინც თქვათ ვერ ხვდება ჩემთან, მათთვისაც მინდა ხოლმე რომ იყოს ინფორმაცია, თქვათ დაგეხმაროთ რაღაცაში, SMS სხვისი ვიდეოები მეხმარებოდა ერთ პერიოდი და ეხლაც მუდმივად სულ უცხოელებს ვადევნებ ხოლმე თვალს და იმათგანაც, ანუ ერთმანეთის გაზიარება ინფორმაციების და ცოდნის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებით და იქ სადაც უფრო ყვითელი ეზოთერიკა თუ ყვითელი ასტროლოგია არის უფრო 99% და ნამდვილი ინტელექტუალური, უფრო სიღრმისეული არის ძალიან უკანა პლანზე, ხომ? და აი მაგიტომ უფრო მაქვს ხოლმე ინტერესი, რომ გაგიზიაროთ ის, რაც უფრო დონით უფრო მაღლა დგას ჩემი გადასახედიდან, უფრო მეტს რესურსაც მოითხოვს ჩვენგან. და იმედია თქვენთვის სასარგებლო იყო ეს ინფორმაცია მრავალშობა. ახალ წელს გესურვებთ კიდევ ერთხელ. და აი შევხვდეთ მომავალ წელს კიდევ უფრო უკეთესები, კიდევ უფრო თავდაჯერებულები გისურვებთ ამას, ხო, კიდევ უფრო პასუხისგებლიანები, რომ საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ სამყაროზე, ბედზე, ყველაფერზე ავიღოთ პასუხისგებლობა ჩვენ, იმიტომ რომ რეალურად გასაღები მანდ არის, მეგობრებო, რაც არ უნდა სხვებისკენ ვიშვეროთ თითი, ეს უბრალოდ ახანგრძლივებს ჩვენ პრობლემებს და არ აგვარებს. ამიტომ ბედნიერებას გისურვებთ, მომავალ შობა ახალი წელს ყოფილიყოს თქვენთვის ძალიან ისეთი კეთილი, მშვიდობიანი ქვეყნისთვისაც და კიდე შევხვდებით.